აი ეს წესიერი და პატიოსანი კაცი მართლა 7 წლით გაამწესეს საპატიმრო დაწესებულებაში. მოსამართლემ პროკურორს გახედა და ემკაც ვიჭერდო თქვენო. ხო და მე რატოღაც ახლა აქ რო უსმენო, ეს ხო თქვენი მოწმეები არიან სამინისტროდან და იქიდან, კი ბატონო. ესე მგონია რომ ეს კაცი რატოღაც ღირსების ორდერზე უნდა წარუადგინეთო. ისეთ რაღაცებს ყვებაო ყველა და რას ერჩიტო. შოთას სურვილი და მიზანი იყო რომ ჩვენ ქონოდა ქართული წარმოება, ქართული ზურები, ქართული ხობლის ნათესები, საიდანაც მოწეულ მოსავალს, ქართულ წისქვილ კომბინატში დავყავდნენ და გაყიდდნენ ქართულ ბაზარზე. გამოჩნდა ფულიშონის, მე ისე ვფიქრობ, ფულიშონის ვარიანტი, სადაც შეიძლებოდა რაღაცა ორი კაბიკი ეხეირათ და გააკეთეს კიდე. გააკეთეს, რაც გააკეთეს. ეს ის ფქვილი ხო არ არის ხალხი რო ჩიოდა საქონელის არჭამს რომ. კი. თქვათ 1 ტონა ფქვილი მომაკმეთ კი რომ ამობდა მომაკ 1 ტონა ნაგავი და მე ამას ვადებ 45 ლარს და იძულებულს ვხდი მეწარმეს რომ 45 ლარი გამისწორე ნაგავში რომელიც არავის მუქთათაც არ უნდა წაღება, ესე იგი ორმაგი სარგებელი ნახა ამ შეპესე სახელმწიფო უზრუნველყოფამ. უბრალოდ მოკიდეს ხელი და დამიჭირეს. უბრალოდ მარტო მე დამიჭირეს და ჩემი თაშინებდნენ რომ აი სამაგალითოდ დავსაჯეთო. ხო, რომ მიგისვათ ვერზე რა, ეხლა რომ ანალოგიურ სიტუაციაში იყვნენ. ეს ქონება ვის გაგიყიდეს ციხეში როცა იჭიხით მაშინ? კი. მანქანაც მე მგონი ხო მანქანა. აბსოლუტურად ყველაფერი. ანუ გამოხდით სარიელ ტარიელი. კი ბატონო, არც სახლი, არც კარი და ვალებით. ძალიან ბევრჯერ იყო ისეთი ჩარტმული პროკურორისგან სიტყვები რა, რომ აი ვიღაცისთვის უნდა დამედო ხელი. ერთადერთი დაცვა რაც შეგვეძლო მაშინ ადვოკატებს ის იყო რომ ყოველდღე რომ იცოდნენ რომ ყოველდღე ამასთან ადვოკატი მოდის ან მამაო მოდის ეს ეხლა მართლა წინა ღამეს რო ცემით მოგკლავდნენ მეორე დღეს რო ფეხზე ვღარ დადგებოდი და ადვოკატი დალორჯებულს გნახავდა ამას ერიდებოდნენ არც იხილავენ მაგი უკვე მე რო შევხედე კი ბატონო ზარი იშიმშილე მოიკალი თავი და კიდე დაიწვი თავი არავის არ აინტერესებს საერთოდ კი რა შენ კიდე არ დაგიჭირო მთლიანად არა მე ძალიან მინდა რომ გათენდეს ერთი დილა და გავიგო რომ შოთამ და შოთასნაირებმა თავის სიმართლე ნახეს, გაიმარჯვეს და ისევ ვერჩი უდგანან სახელმწიფოს